დილამ შვიდობის როგორ ხართ ჩემო სიხარულებო, მოგიკითხავთ ყველას. მათ ეს გადამკიდე გოგოებო, ვიდეოებს ვიღარ ვიღებ. იმიტომ რომ იმდენ დროს ვუთმობ და დაბლა მასთან ერთად იმდენი ხანი ვარ, რომ მოგვაკლდა ვიდეოები. ძალიან დიასაც ვეუბნეოდი, ვიღარ ვიღებ მეთქი. დაბლიდან ამოსვლა არ უნდა. ამა მინდა, იამოყიდანია. და ეხლა ჩემთვისაც მოვიდუღებ უშახროს. თქვენ როგორ ხართ? ხომ ხართ კარგად გოგოებო ყველა? მოვადუღოთ ხავა და იქით გავიდეთ. ეს ბოლტი რა ყოფილა დიადაბლოკეს. რაღაცა იმის გამო. ღვედი ვერ შეიკრა კლიენტმა და მაგის გამო. დაბლოკილია ეხლა ვერ მუშაობს სახში. ძალიან მიყვარს. ძალიან მიერია. მე მიყვარს ძალიან კიდე ატამი. დატმის არ არის ესეთი ბალია. ბანანიც მაქვს და გამოვიდა მშვენიერი, გემრიელი საუზმეო ნასუნო ჭამაგურამდე. მათემატ ჭამაგურში. და ბევრი აღარ არის. მიდი მამი. აი ხო ხედავ რა პრასჩი. მიდი მამი. დოკია. ვოლტი საერთოდ რატო დაგბლოკა ვოლტმა? არ გამიხსნა ჯერ არ მომივიდა მესიჯი. მიზეთი კარგ ვიდეოს უყურა. მეც მას გერინა. ვეუბნები, ნერვიულობ მეთქი, ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს. რა ჯეროს. არა კარგად დამწიფრე ეს ბანანი. ხო გრიაგია ხო ყველაფერი ისე ხდება როგორც უნდა ხდებოდეს. ალბათ საჭირო იყო შენი სახში დარჩენა.
ჩვენივეც. ჩვენ როდის წავალთ გია? სად? სადმე? ახლოს ეხლა ეგრეთ ადგილებში არიან. ლამაზია. ეს გოგოა. მამა შვილი არიან და შვილმა წაიყვანა ალბათ და ისეთი მაგრა ვიცინეთ მე და კი სასაცილო ვიდეო არის ეს მამა როგორ განიცდის ამ ძალიან ისეთ ადგილებში არიან რა ადგილებია ხევსურეთი მანქანა რო ძლის მიდის ჭაყრამული ადგილები მამა ძალიან განიცდის ეს თავის ტიქიებშია მამი რა ლამაზია მამ ზრუხები არიან ოთახებში მამი რა ლამაზია ნახე მამი გაიღიმეო და ეს კაცი ოფლიას ხავს ისეთ დღეში მოიცა წყალდამალენი გული მაგწუდა წყალდამალენი გული წუდად მიღდება ან გავათან არა აქედანო არა მამი აქედან ვეღარა მოვა საფარლები არის ვიდეოს რა დააწერე სათავე, ხო იცი? როცა გამჩენი არ გისგასუნებს. ეს არის რა ქვია, რომ თქვა ვიდეოში რომ ნახო. არხს რა ქვია, თვითონ არხს რა ქვია. მაის საწერია მარიამ მაისურაძე, თვითონ არხს საცალო. არხი, აბა ნახე არხის სახე. იგივე. Facebook-ია? Facebook-ი ყოფილია ბიჭო. მარიამ მაისურაძე. მე Facebook-ი არ ვიცი, გოგოებო. ხარტია და ის თვითონ წითელი რაღაცაცია. შეიძლება იცოდეთ კიდევაც ეს გოგო. არ ვიცი, პირველად გიამაჩვენა ეხლა კი. 15 მეგობარი ყავს. გიას უფრო კარგები არიან უბრალოდ. უყვარს Facebook-ი. ვიდრე მე. მე იმდენად არ ვარ აქტიური მათ. ჩემია YouTube. ძალიან მიყვარს ჩემი YouTube. ძირითადად რა მომეწონა იცი ჟანა? მამაშვილობა. თორე ახლა ესეთი კადრები მილიონია ის რა ქვია. ინტერნეტ სივრცეში ახლა რო გაყვარ ხო? თამოგენატრება რო აქ ნახო თუ ის მდინარეები და ისინი რა ქვია. ხეობები მილიონია. მსგავსი ვიდეოები, მაგრამ ამათი უშუალო ურთიერთობა, აი მამას ეთყობა, რომ შვილი ძალიან უყვარს, რომ ყველანაირად ცდილობს, რომ გაახაროს ესეთ ადგილები, რადგან მოსწონს დადის. თუმცა შფოთავს. ნერვიულობს ეგრე. გაუვალადილი. შვილი რო გაახაროს ხო, მაგითხრა. ეგ არის მისი ბედნიერება, შვილი რო კისკისებს იცინიც და უხარია იქ. ყოფნა. და შენ რო ეგეთი ხარ დაინახე შენი. ცხოვრების აზრისაც შეიძლება ადამიანმა. კი, ეგეთი. იპოვოს, ხო. ხო. ყველაზე მაგრა ხომ იცი რაზე ბრაზდები, სადმე რომ მივდივარ და ტელეფონები რო გიჭირავთ. მინდა რომ აქეთ გაიხედოთ, გამოიხედოთ და თვალიეროთ და სარკეში შევიჭიტები, ტელეფონები უჭირავთ ბავშვებს. და ბრაზდები ხოლმე მაგას. მინდა რომ რაღაც გაგიხარდეთ და მე მაგ სიხარულით მეცავხარო. მამა. ეს ტელეფონებზე დამოკიდებულება. ძალიან ისეთი თემა არის. ძველი სასაფლაო არის და საინტერესო. და ანაირისინი ეძები საფლაოებს. მათი მამა როგორ ინერვიულა უეთყიტია. იმ თამაშს რო აგუგზავნით. მაგრამ გადაუვალა არა უშავს. ბუშინი წოწავს ითამაშეს ძალიან კარგად. აღარ მახსოვს ბიჭები რომელ წეში ვიყავით წასულები. ან მესხეთ ჯავახეთი იყო, ან ბორჯომის ხეობა, აღარ მახსოვს და ძველი საფლავი იყო.
სასაფლაო. და ერთ საფლავებს ვათვალიერებდით და ვკითხულობდით, რომელ წელს დაიბადა, როდის დაიღუპა. და ერთ საფლავს იცი რა ეწერა. ბევრი სირთულე ვნახე ცხოვრებაშიო, ყველანაირი გაჭირვებაო, შიერიც ყოფილვარო, წყურვალიცო, სამამულო ომიც მოვიარეო და სახში დავბრუნდიო და მეგობრისგან ზურგში ტყვიით ავარკვდარიო. აი ეგრე ეწერა საფლავს, აი ისე განვიცადეთ, ეგრო წავიკითხეთ. თან მეგობრები იყავით, სულაზასულები. ხო, ალბათ ის იყო რა. სამეგობრო არ იყავით? ხო. და ნუ რა თქმა უნდა, მაგას ხო თვითონ არ დააწერდა, მაგრამ რაც რეალობა იყო, ვიღაცამ დააწერა. ხო, ვაკაცმა ეს გაიარეს, გაჭირვება, ომი, ყველაფერი და სახში დაბრუნებული ეს ვიღაცის ტყვით, ზურგში ტყვით ვარისო. დაღუპული. აი შეგვძრა რაღაცნაირი მომენტი იყო. თან ეს ხდება ტყეში და უძველესი სასაფლაო რაღაც ქვებით და ისინი რო არის რა ნიშებად და ხო. ზოგიერთს ჰქონდა სურათი, ქვა, ზოგს არა. ზოგს ძველებურად რო იყო ხოლმე ქვისგან პატარა საკაცეების ფორმა რო ედო ხოლმე ზეიდან ესეთი ძველი ქართული წარწერებით. უკვე ხავსიანი დაჟანგებული მესერები. რა არის კი გასაკვირია. ადამიანის მტრები მისი შინაურები იქნებიან. ხო და სოსონ სურათიც კი გადაუღო. სოსოსთან და იმასთან ერთად ვიყავი. ავთოსთან, ხო, მაშინ. ხო, ალბათ ბორჯომის ხეობაში იქნებოდა. იცი რანაირი ადგილი იყო ჟანა? აი სუზევით უკვე დათვების ნაკვალევები და ისინი როა. ძალიან მაღლა სოფლები რო არის, აი უკვე რო აღარავინ აღარ ცხოვრობს და რაღაც ნასახლარები და ისინი. და იმათი ძველი სასაფლაო ვიპოვეთ. ვიტყვი. ან ტყეში და მუხნარში და იმაში რო არის ეს ყველაფერი. ფოთოლში. რატო არიან კი ადამიანის მტრები მისი შინაურები? ყველაზე დიდი მტრები თავისი შინაურები რატო არიან? ხო, სულ უცხოს რა საქმე აქვს შენ. ვისთანაც აქვს კავშირი და კონტაქტი ცხენა და შური და ყველაფერი იმ გარემოში ხდება. სანაცნობო წრეში, თორე სულ უცხო იშვიათია, რომ თუ ტერორისტი არ არიან. მეტო ჯობია უცხოსთან ისა რა ქვია. ურთიერთობა. ძალიან ამჯერავს მე სულით მონათესავი ადამიანების. შეიძლება შენი სისხლი და ხორცი იყოს და შენი მტერი იყოს მართლა. აბა ეს ყოველად კი არა თქვა რომ ადამიანის მტრები მის შინაურები იქნებიან. მტერი არ მოგიდგენია გოგოებო, მტერი. ისე კი არა რომ რაღაცა ისა რა ქვია ისა კონდეს. უბრალოდ პატარაშვილი მტრები იქნებიანო. შეიძლება შემოატრია. არ ვიცი, რა ვიცი. ხოტავს შეიძლება, ხო. დასაცვლელია უკვე ეგეც. ხო, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მეგობარი რო დანას ჩაგარტყავს და ტყუიას ჩაგარტყავს ზურგში. შეიძლება ადამიანი არ იყოს შენი სისხლი და ხორცი და უფრო მეტად ესმოდეს შენი. უფრო მეტად გიგებდეს და სიყვარულიც იყოს. და მე ვიცი ძმები და ძმები რო გადამტერებულები არიან ერთმანეთთან. ვიცი ეგეთი ოჯახები ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი ვიცი სხვათა შორის. ხელჩართული ომი რო აქვთ ერთმანეთში. ეს ძალიან ცუდია რა თქმა უნდა. ესეც ჯობია რომ ძალიან ძველი საფლავია მართლა. ესეც ჯობია რომ მოერიდო და ისევ
უცხოსთან გქონდეს ურთიერთობა, რომელსაც ჩვენთან მართლა კი ეს თქმის არ იყოს, არა აქვს ისეთი მჭიდრო კავშირი, არც ჩური აქვს და არც ისეთი არაფერი არ აკავშირებს, უბრალოდ ხარს გიჯერს. აი, ზუსტად ამ პერიოდის ის არის რა, წეღარაზეც ვლაპარაკობ, საფლავები. და ეხლა აქ წარწერებს რო კითხულობდი, პირველ პირშია წერია ყველაფერი. ხო. აი ხლა ეწერა გარდავიცვალე ამ წელსო. თითქოს თვითონის გელაპარაკება. მე მეორე ქვასთან იყო, ეს ქვა დამადგა ვიღაცამ, ანუ ხო, ეგრე რა ჯობია ის. პირველ პირში წერია, თითქოს ის გელაპარაკება. ხო, ჯობია ეგრე. საინტერესოა. საინტერესოა, ბარო. ანუ ხო ეხლა წერია ამ დაიღუპა ან რაღაცა. რო ეწეროს დავიღუპე. თითქოს თვითონ გელაპარაკება. ამიტომ არ ამჯეროს, აი რომ ნელა განვითარდით. პირიქის მე მგონი უკან მივდივართ, კი არა ვითარდებით. ხო, უფრო ის არის შეიძლება. რა თქმა უნდა, აბა რა. ეს ქვა დამადგა, ეგრეთ. არაფერი განვითარების არ გვეთხოვა. ჯერჯერობით, რა ვიცი. რაო? 19-მდეა შევთვლით. 19-მდე გვაქვს ინტერნეტი? დღეს რა რიცხვია კი 18. ოი რა კაია რომ მითხარით, ორი გაგვეთიშება და მე ის არის ხოლმე რა, როცა ითიშება, უნდა გადაიხადო მთლიანი თანხა და ისე ნენელა ვიხდი ხოლმე და ძალიან კომფორტულია ეგრე ჩემთვის. მე უნდა გადავიხადო 40 ლარი გოგოებო. 40 ლარია ხო გია? ახალი ქსელი. 40 ლარი. მე პაკეტი ავექცია თორე იაკიანის. ხო, მე 40 ლარს ვიხდი რა, ის უმჭირდება ინტერნეტი და ვიდეოებიც რო სწრაფად აიტვირთოს ხოლმე მაგისი თავი არა მაქვს ნერვები. ძალიან ნელა იტვირთება ხოლმე ის იაფიანი, როცა გქონი ჩართული გქონია ის. ანუ ასე ჩემო გოგოებო, ასეთი იყო ჩვენი დილის ვლოგი. გაკოცეთ, მიყვარხართ და დროებით